ადიდენში სოფელ ჭელაში მინარეთი დაანგრიეს. დაკავებულია რამოდენიმე ადამიანი. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება და ამ ქმედებით მათ ადგილობრივი მუსლიმების უფლებები დაარღვიეს. ასევე განცხადება გააკეთა შემოსავლების სამსახურმა, მათ განმარტეს, რომ მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა მისი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გამომდინარე იქედან, რომ საბაჟოზე შემოტანისას არ მოხდა საბაჟოს წესების გათვალისწინება და აუცილებელია დეკლარაციის სწორად შევსება. ასევე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოში მინარეთის დემონტაჟი იგივეა, რაც ეკლესიიდან ჯვრის ჩამოხსნა. ზოგადი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს აღნიშნული თემით სპეკულირება და ყველამ ძალიან მშვიდად დაელოდოს მოვლენების განვითარებას. ასევე განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის როგორც მოქალაქე აღშფოთებულია მინარეთის მსგავსი სახით დემონტაჟისთვის, თუმცა ის ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შეეჩვიოს იმას, რომ აღნიშნული ქმედებები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს და ასევე არ უნდა აუყვეთ ისტერიას და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე გადაწყდეს აღნიშნული საკითხი. ჩვენ ეთერში გასვლის წინ დაუკავშირდით სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტს ნინო ნარიმანიშვილს, რომელიც ინციდენტის დაწყების მომენტიდან იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც სოფელ ჭელაში დილიდან მართავენ აქციას, უკვე დაიშალნენ და ხვალად საათზე დაგეგმილია ბათუმში აქცია, რომელსაც სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან. ეს არის გადაცემა შეუზღუდავის სივრცე, რომელიც ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით პროექტის ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის ნედის ფინანსური მხარდაჭერით. მოგწერეთ თქვენი მკითხვები და მოსაზრებები Skype-ით მისამართზე press-cafe ბათუმი ან Facebook-ის მისამართზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ქართული შრიფტით. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გიორგი ხმიშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და ასლან ლორთქიფანიძე, კოალიცია ქართული ოცნების წევრი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ბატონებო. ბატონო ასლან, პირველ კითხვას თქვენ დაგისვამთ. თქვენ როგორც კოალიცია ქართული ოცნების წევრი, როგორ შეაფასებთ მინარეთის დემონტაჟს და ზოგადად პროცესებს? მესამე ჩვენს ინტერნეტ მაყურებელს, ეს პირდაპირ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც საბუთო ნაგებობების დემონტაჟი ხდება, თუმცა მას ახლავს როგორც სუბიექტური, ესე ობიექტური გარემოებები და რა არის ეს სუბიექტური და ობიექტური გარემოებები. პირველი, რომ როგორც ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა ამ ტექნიკის ამ ნაგებობ კონსტრუქციის შემოტანა და დამონტაჟება და საბაჟო დაინტერესდა იმით, რომ შეემოწმებინა ეს პროცედურა. რაც შეეხება თვითონ დემონტაჟს ამ გუმბათის, მოხდა საკრებულოს გადაწყვეტილებით და საკრებულოს უმრავლესობა ადგილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა შეძლეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ამიტომაც მე ვფიქრობ და არ ვიცი შეიძლება იყოს ეს საკამათო, რომ მას მე ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ მასლის პროვოკაციის უნი რადგანაც პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის მიერ მოხდა ამ საკუთო ნაგებობის დემონტაჟი და ჩვენ გვაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ეს პროვოკაცია, რომელსაც შემდგომ ჩვენი ოპონენტები კიდე დაიხმოდნენ და საზოგადოებას განაცხადნენ ცუდად კოალიცია ქართული ოცნების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმიტომ ახელისუფლება, რომ მას კონდეს მეტი პასუხისმგებლობა, რათა ასეთი ტიპის პროვოკაციები აეცილოს და შესაძლებელი იყო ამ პროვოკაციის შესაძლებელი იყო, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ საშუალო დაბარგულებში, საჯარო სამსახურებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც წინასაარჩევნოდ მუშაობენ, ანუ ისინი არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებულები. ჩვენ როდესაც საჯარო მოხელებს მუშაობს სამსახურებიდან ჩვენი ოპონენტებისგან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვაქვს კრიტიკა, რომ რატო ახდენთ ამ საჯარო მოხელების გაშვებას, რატო ხერხდება ჩანაცვლება კოალიცია ქართული ოცნების წევრები. ეს
ეს არის მაგალითი ეს მოვლენა, ჭალაში მოხდა მოვლენა, ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გააფუჭოს საჯარო მოხელეებს, როგორ შეიძლება მას გამოყენებული იქნეს პოლიტიკური იარაღად და პოლიტიკური სამიზნით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არ მიღებულ ეს გადაწყვეტილება მინისტრის და მითქრო პრემიერის დონეზე და რა თქმა უნდა ხალხი არ გაუგებს κοινობრივი პასუხისმგებლობა, ეს გაეცემა პასუხისმგებლობას, მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს განსხვავებით ოპოზიციისაგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადად წინი პასუხისმგებლობისა მოდის საშუალო და დაბალი რთული საჯარო მოხელეებზე, რომელიც ნაციონალიზმის აქტივისტები და წერილით დაგმოვიდნენ. თუმცა საქართველოში გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გრძელი პროცედურაა და როგორ ფიქრობთ, აღნიშნული შესახებ ინფორმაცია ალბათ ექნებოდა სხვადასხვა შესაბამის სტრუქტურებს და შესაბამისად პრევენცია იყო თუ არა შესაძლებელი ამ საკითხების? მე არ ვიცი ნამდვილად გქონდათ ეს ინფორმაცია. უნდა ცნობოდა ეს მინიმუმ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც ამით იყო დაკავებული, თუმცა ადიგენის განგებელი მიწაკუთრებას დააკავეს ესე როგორც მუნიციპალიტეტის სრული უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის მერვეშვილის მშობლიური რაიონი, მის მიერ დაკომპლექტებული მუნიციპალიტეტია, ამიტომ ჯერჯერობით კოალიცია ქართული ოცნება იქ ბონის მუნიციპალიტეტში ოპოზიცია. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ არ გაუგებს ცენტრალურ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ძირითადად წინია პასუხისმგებლობას მოდის ბონის მუნიციპალიტეტზე. როგორც მივხვდით, მე ზოგადად უარყოფითად აფასებთ მინარეთის დემონტაჟის ფაქტს. პოლიტიკურად ეს არის, რა თქმა უნდა, წამგებიანი კოალიცია ქართული ოცნებისათვის პოლიტიკურად ეს არის მიღებული, თუმცა ხო გიორგი ისაუბრებს იურისტი, კვალიფიციური იურისტი და მის სამართლებრივ ასპექტებზე შეიძლება ეს სამართლებრივად სწორი იყოს, მაგრამ ხელისუფლების რგოლები, საშუალო დაბალი რგოლები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა იყოს, პრევენციის ხასიათი უნდა ქონდეს, აქამდე როგორ იყო სააკაშვილის ხელისუფლება. აი წასწრების, ჩასაფრების მომენტს აქცევდა პოლიტიკას და კარგი იქნებოდა თუ კი გადაგეცეს მუნიციპალიტეტი პრევენციას მოახდინა, თუნდაც საბაჟო დეპარტამენტი და არ გახდიდა ამ ტოჩიკაში ხარიშხალს გიორგი მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შემსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მინარეთის დემონტაჟის მთავარი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო მისი სასაქონლო ექსპერტიზა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ კონსტრუქციას თურქეთიდან შემოტანისას, აღნიშნული კონსტრუქციის შემოტანისას დაირღვა საბაჟო დეკლარაციაში შევსების წესები და არასწორად მოხდა მისი კლასიფიკაცია. თქვენ როგორც იურისტი, როგორ აფასებთ ამ განცხადებას შემსავლების სამსახურს? მოგესალმებით ჩვენს ინტერნეტ მაყურებლებს და მე მინდა ასე ვთქვათ იმ მოცემულებასთან და იმ მოცემულებაზე დავაკეთო კომენტარი, რაც მაგალითად ჩემთვის არის ცნობილი ინტერნეტ გამოცემებით, ტელევიზიით თუ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით. პირველ რიგში მე მინდა ორი ასე ვთქვათ სამართლებრივი მიმართულებით ვისაუბრო. ეს არის ინფორმაციული წყარო, რომელიც გაავრცელა შემოსავლების სამსახურმა და განაცხადა, რომ მან ეს ქმედება მინარეთის დემონტაჟი განახორციელა ყოველ შემთხვევაში იმ შესაბამისი ბრძანებით, რომელიც დღეს ნამდვილად მოქმედად არის კანონიერ ძალაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე გავეცანი ამ ბრძანების შინაარსს, გარკვეულწილად გამოჩნდა ესე ვთქვათ განცდა იმისა, რომ იურიდიული შეფასება ამ ბრძანებაში მოყვანილი ესე ვთქვათ სამართლებრივი განმარტებისა და პროცედურებისა არ შეესაბამება და არ არის ადეკვატური ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც თუნდაც მინარეთთან მიმართებაში მოხდა. პირველი რასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ იმ ბრძანებაში საუბარი არის საქონლის საბაჟო პუნქტის გავლის შემდგომ შემოწმებას. მაგრამ მე რაც ეს ინფორმაცია მონაცემები მაქვს, გარკვეულწილად ამ საქონელმა, რომელსაც გაიარა საბაჟო პუნქტი, მან განიცადა სახელმწიფო და მან მიიღო დასრულებული სახე ამ მინარეთის ფონდთან. მან ასე ვთქვათ, მონტაჟის შემდგომ ის გახდა არსებული შემოქმედების ნაწილი მიწის ნაკვეთის გახსნების, ამიტომ ჩვენი საქონელი კონკრეტულ შემთხვევაში რაც საბაჟო პუნქტზე გამოვიდა, ფაქტობრივად არ აქვს. ამიტომ საინტერესოა, როდესაც შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იღებს ბრძანებას მოახდინოს საქონლის შემოწმება, საინტერესოა, როდესაც ამ საქონლის ესე ვთქვათ პროდუქტად გადაქცევა მოხდა, როგორ უნდა შემოწმო რა ესე ვთქვათ რა საქონელი შემოვიდა, ესე ვთქვათ საბაჟო პუნქტზე. რა მქონდა პირველ ეტაპზე და რა მოცემულობა მიგება ფაქტობრივი მდგომარეობით. ამიტომ გარკვეულწილად ეს არის ერთგვარი ნიუანსი, ანუ ნონსენსი, რომელიც სამართლებრივად ასე ვთქვათ შემოსავლების სამსახურს მოუვიდა ამ შემთხვევაში. მეორე სამართლებრივი მიმართულება და მე რაც ასე ვთქვათ ბატონ მინისტრის, ლეგენდაციის მინისტრის ზაგარეიშვილის კომენტარისგან ეს მოვისმინე, მან ისაუბრა უკანონო შემოქმედებასთან მიმართებაში.
ანუ როდესაც სახელმწიფო მოხელი აცხადებს, რომ უკანონო მშენებლობასთან მქონდა საქმე ხდება მისი მონტაჟი, გარკვეულწილად გამიჩნდა სურვილი, რომ იმ სამართლებრივ სივრცეს დღეს აცდა როგორც მინისტრი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მაგალითად, მე მინდა მოვიყვანო კანონში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ბოლოს ასე ვთქვათ შევიდა კანონში პროდუქტის უსაფრთხოების და მიმოქცევის შესახებ კოდექსში. ეს შეეხება უკანონო მშენებლობების დაკანონებას 6 თვის მანძილზე კანონის ამოქმედებიდან. ანუ ეს კანონის ძალაში შევიდა, უწოდაში შევიდა 27 წლამდე შენებული ობიექტების და არა, ეს შეეხება კანონის ამოქმედებამდე მიღებულ ესე ვთქვათ მშენებლობათა ნაგებობებს, სხვადასხვა 2007 წლამდე აშენებულ მშენებლობათა ნაგებობებთან მიმართებაშიც გვაქვს ადრე მიღებული პარლამენტის მიღებული კანონი, რომელიც გარკვეულწილად აკანონებს უკანონო მშენებლობას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს გარკვეული პროცედურების გავლა, მაგრამ ის სამართლებრივი დრო და პერიოდი, რომელიც ამ კანონმა დაუშვა 6 თვიანი და საკანონმდებლო პერიოდი, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მისმენ ჩადენილ სამართალდარგვა, ამის ჰუმანური მიდგომა, რომელიც სახელმწიფომ გამოიჩინა, ამის აღმოქმნის შესაძლებლობა მივცეთ. ანუ გარკვეულწილად მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომელიც დღეს ეს ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში ვრცელდება როგორც მასმედიით, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. პირველი ეს არის სამართლებრივი მიდგომა, რომელიც შემოსავლების სამსახური აცხადებს და ცალსახად მიმაჩნია და თქვა, რომ ეს არის არასწორი, ანუ იმოცემული გამდინარე რაც ხელთან აქვს და მეორე ის, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებზე გავრცელდა, რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა. თუ ჩვენ ამ მონასტერს შორის დავიწყოთ დავას აღარ დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი მესამე კონტექსტში, რომელიც გადადის კონკრეტულად ეს სამართალდარგვა. ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების ესე ვთქვათ გარანტირებული უფლების რეალიზაციასთან, როდესაც ეს ეხება რწმენის ამსარებლობის თავისუფლებას, ყველაზე სენსიტიური თემა არის ნებისმიერი ადამიანისათვის, ეს არ ეხება მხოლოდ ისლამის მიმდევრებს, არ ეხება მხოლოდ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ყველა რელიგიური ასპექტის და მიმდევარი ადამიანისათვის ეს არის ყველაზე სენსიტიური თემა. ყველაზე ასე ვთქვათ ფაქიზი, რომელსაც სახელმწიფო წარმომადგენლობა ყოველ შემთხვევაში უნდა მიუდგეს, არა ისე რომ დავუშვათ ეს მოითხოვ კონკრეტული მოცემულობა, არამედ იმ მიმართულებით რაც შეიძლება ნაკლებად იქნას შედარებული სხვა ადამიანის ასე ვთქვათ რელიგიური გრძნობები. ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ ამ თემის მოგვარება სხვა კონტექსტში შვიდი გარემოში და კონკრეტული მოცემულობით ძალიან მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. მე არ მინდა ვისაუბრო იყო თუ არა ეს პროვოკაციება, იყო თუ არა ეს ასე ვთქვათ ვინმე დაგეგმილი ქმედება. ყოველ შემთხვევაში შენ რაც აქვს ეს არის ორი ფაქტობრივი გარემოება. ორი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი საუბრობს ერთ კონკრეტულ შემთხვევას მიმართებაში განსხვავებულად, ამიტომ სამწუხაროდ ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს ასე ვთქვათ სამწუხაროდ არ აქვს ოფისი და წარმომადგენლობა, ამიტომ გარკვეულწილად ჩვენი რესურსები, რასაც იძლევა შესაძლებლობას ინფორმაცია მოვიცოთ პირველ წყაროდან გარკვეულწილად ამას დღეს ვახორციელებთ და ამიტომაც არის რომ ჩვენი ორგანიზაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ მე შემიძლია ვისაუბრო კონკრეტული ფაქტებით, რომელიც გავრცელდა ოფიციალურად როგორც შემოსავლის სამსახურისგან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან. ეს ძალიან კონკრეტულ შეკითხვას დაგისვენთ. ანუ საბაჟოზე, როდესაც ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მტვირთის განბაჟება, პასუხისმგებლობა აქვს თუ არა სახელმწიფოს მისი სწორად განბაჟების დროს. ანუ შეცდომა მაინტერესებს ძალიან კონკრეტული პასუხი, ვისი ბრალი იყო შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული მინარეთის იმპორტირების. რა თქმა უნდა, სასაზღვრო გამშვებპუნქტზე ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედება და პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. მაგრამ საბაჟო გამშვებპუნქტზე იმ დროს იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს დავიწყოთ ჩვეულებრივი ნებაშისგან დამთავრებული ესე ვთქვათ ზედამხედველი სუბიექტი, ვინც უწევს ესე ვთქვათ მეტოყურებას იმ მიმდინარე პროცესებს, რაც ხდება საბაჟო გამშვებპუნქტზე. მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომა არასდროს არ უნდა გამოვასწოროთ. გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც საბაჟოზე გასვლის შემდგომ ტვირთი, თუნდაც მანამ სანამ არ მოხდება მისი რეალიზება, განკარგვა ან სხვა ფორმით გამოყენება, მოახდინო მისი გადამოწმება, თუ ეს არ ლახავს როგორც ხვის საკუთრების უფლებას, ასევე არ შეაფერხებს სამწარმო საქმიანობას, მაგრამ ეს არ ყოფილა კონკრეტულ შემთხვევაში როგორც კიდევ მე უბრალოდ ხაზი გავუსვი გარემოებას, რომ ამ საქონელმა რომელიმაც გამოვიდა საკუთარ რომელიც გამოატარა საბაჟო გამშვებპუნქტზე, მოხდა მისი გარდაქმნა. ამ ნივთმა დაკარგა ის არსებითი ისახი, რაც თავდაპირველად ქონდა, ამიტომ ძალიან მარტივი და ესე ვთქვათ ლოგიკური კითხვა მიჩნდება, როგორც სამართლებრივად ესე ვთქვათ პროფესიულად მცოდნე და მისცე ჩვეულებრივი მოქალაქეს. როდესაც ამ ნივთის გარდაქმნა მოხდა, საბაჟო
დოკუმენტაციის შედარება არსებული კლასიფიკაცია ვეღარ ის მიზანი რაც შემოსავლების სამსახურს ჰქონდა, თუნდაც სამართლებრივად სწორი მიმართულებით უკვე დაკარგული იყო, ამიტომ ძალიან მარტივად აქ საქმე უნდა გქონოდა იმაზე, რომ ვინც გამოსცეს ბრძანება, ისე მას უნდა მოეხმნა ამ ბრძანების სადაზვერვო განცხადება. ვერნასთან შემოვიდა კითხვა მაყურებლისგან, თქვენს განაცხადეთ ციტირებას გავაკეთებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს გადაწყვეტილება იქნა მიღებული მინარეთის დემონტაჟთან მიმართებაში, ვისი პასუხისმგებლობა პოლიციისა და სპეცრაზმის, ან ვისი დავალებით მოქმედებდა პოლიცია და სპეცრაზმი, საკრებულოს დავალებით თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს? Filozofat, pasxočens internetu მაყურებელს, რომ პოლიცია ვალდებულია აბასუროს გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს. ეს იქნება ცენტრალური ხელისუფლება თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. განუჩნდება იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა ის. ამიტომ ნაციონალური ძროობის მორალსო მიიღოს გადაწყვეტილება, ამის გამოეხლა იგნორირებას პოლიცია ვერ გაუკეთებდა და შესაბამისად ვალდებული იყო პოლიცია სამართლებრივად ემოქმედა და სამართლებრივი რეაგირება მასზე ჰქონდა. ეს არის იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც პოლიციას ევალებოდა. გიორგისთან დავასწრებ და ისე თქვენთან დავდები, კითხვით. გიორგი, ამ შემთხვევაში პოლიცია და სპეცრაზმი ვის ექვემდებარებოდა აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნულ სიტუაციაში და ვისი ბრძანების შესრულება, ვის ბრძანებას ასრულებდა? ისევე როგორც ზოგადად ეს თემატიკა აი მე მინდა თქვა რომ რა თქმა უნდა პოლიცია და სპეცრაზმი ექვემდებარება მის ესე უშუალო უფროს, რომელიც ასე რომ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება განახორციელოს და ნებისმიერი უკანონო ქმედებას აკოდა შეუწყოს ხელს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პოლიციის ხელმძღვანელი პირისათვის ის კონკრეტული ფაქტი რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ბრძანებას აღსრულებას უშლიდა ხელს მოქალაქეები, რა თქმა უნდა მას უნდა ემოქმედა იმ სამართლებრივ კონტექსტში, რითაც იმოქმედას. ანუ მე არ ვსაუბრობ ხა იყო თუ არა ძალით დამატებას ჰქონდა თუ არა ადგილი, უბრალოდ ის რომ რაღაც ასე ვთქვათ სამართლებრივად უნდა დაწესებულიყო რეაგირება, უნდა აღკვეთილიყო მოქალაქეების ხელშეშლა, თუნდაც მინარეთის დანგრევა, ანუ მონგრევასთან მიმართებით. რა თქმა უნდა პოლიციას ქმედება თუნდაც არ იყო კონკრეტულ რაღაც პოლიტიკურ ასპექტში გადასული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელი თანამდებობის პირს მართებდა უფრო მეტი გონიერების და სამართლებრივი ცნობიერების გამოჩენის ვალდებულება, იმიტომ რომ თუ მე მივიღებ ბრძანება, როგორც ბატონო სამბრძანებს სამწუხაროდ მე არ ვიცი ეს იყო თუ არა ხელისუფლების გადაწყვეტილება და მომივიდა ჩვეულებრივი თანამდებობის გადაწყვეტილება, რომ მე ის მთხოვს უკანონო მშენებლობის დემონტაჟთან დაკავშირებით გაუწიო სამართლებრივი დახმარება, მე უნდა ვიცოდე მარტივად, რომ არსებობს უკანონო მშენებლობასთან მიმართებაში რაღაც სახელმწიფოს ამნისტირებული კანონის ნორმა და რომელიც მოქმედებს 6 თვის მანძილზე, ამიტომ მე უნდა შევაჩერო ყოველგვარი სამართლებრივი მოქმედება და თუ არსებობს შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომ მათ უნდა გაუწიო სამართლებრივი დახმარება, მოხდეს კონკრეტული ობიექტის დემონტაჟით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა გადადის შემოსავლების სამსახურის ესე ვთქვათ ხელმძღვანელი თანამდებობის პირზე, რადგან ამ კონკრეტული მიმართულებით პოლიციის უბრალოდ ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ვალდებული იყო დამორჩილებოდა ამ სამართლებრივ დახმარებას, რომელიც უნდა გამოეხატა კონკრეტულ შემთხვევაში. ბატონო ასლან, გიორგი მახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიისა და აღწერების თავისუფლება. თქვენი შეფასება მაინტერესებს კონკრეტულ შემთხვევაში დაერქვა თუ არა რელიგიის და აღწერების თავისუფლება. გიპასუხეთ. გერჩი უნდა გითხრათ, რომ ეს მეჩეთი იყო მოქმედი და ლოცულობდა ხალხი. მინარეთი ხელს არ უშლიდა, არც არ უშლიდა ხელს, მინარეთის არსებობა ან არასებობა ხელს არ უშლის იმ რიტუალის ჩასატარებლად, რომელიც აქამდე ტარდებოდა. ასე რომ ვთქვათ, ამ კონსტრუქციის აგებამდეც ეს ადამიანები თავიანთ ვთქვათ, ლოცვებს აღავლენდნენ და ამ შეხელი არ შედებათ, ისე როგორც მინარეთის მიშენების შემთხვევაში. ასე რომ ვთქვათ, ბუნებრივია რელიგიურ ცნობებზე შეხება მოხდა, ბუნებრივია ხალხს ყველაფერი, მაგრამ ვთქვათ, ის რომ მინარეთი არ იყოს და ამით რაიმე იზღუდება მათი ლოცვის პროცესი, ეს არ არის და ისინი მინარეთის გარშეც ბუნებრივად გააგრძელებდნენ ლოცვას. მინდა გითხრათ ზოგადად, რომ ეს არის ეს ძალიან დიდი პრობლემა წარმოშვა ამ ერთმა პატარა ხალხმა. საქართველოში სამწუხაროდ საკუთო ნაგებობების უმრავლესობის მშენებლობა ხდება ნებართვის გარეშე და ვთქვათ იმის იმედად რომ ეს არის საკუთო ნაგებობა, აი ფაქიზი თემა
რომ ძალოვანი სტრუქტურები მას თილად უნდა მოეკიდონ და ამ არ ხდება სამართლებრივი პროცედურების გავლა და ოპერატიული სამართლებრივი რომ ესე იგი ეს პროცედურები უნდა როგორც სამართლებრივი კანონისათვის კანონმდებლობის თვალსაზრისით უნდა მოხდეს ამ პროცედურების გავლა და ამის შემდგომ მიშენებაც კონსტრუქციას არის უნებრივი ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი და უფრო დიდი დატვირთვა თუ აქვს მას მაგრამ მიუხედავად ამისა კანონი მოითხოვს რომ ასეთ ტიპის კონსტრუქციის მიშენება შენება თან ახდეს სამართლებრივი პროცედურები და გამოიყენოს და გაცემული იყოს ნებართვას. ისმის უბრალოდ შეგახსენებთ ერთ ფაქტს, რომელიც ნაციონალური ხელისუფლების მოსვლიდან წელში განხორციელდა ბასილ კალავაშვილთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა კარების შენგრევა ეკლესიისა, რომელიც არ იყო რეალურად ქართული სამოციქულო ეკლესიის ნაწილი, ანუ მას ყურიებდა ადამიანი, რომელიც არ იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, თუმცა ამას მოყვა ძალიან დიდი რეზონანსი ქართულ საზოგადოებაში. ძალიან სენსიტიური თემებია ზოგადად რელიგიური და როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს ზოგადად ჭირდება თუ არა თავისი მიდგომების გადახედვა რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ჭირდება თუ არა კონსულტაციები საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან თუ სხვა ჯგუფებთან, რათა ასეთი მსგავსი შეცდომები არ იქნას დაშვებული და არ იქნას გამოწვეული სხვა რელიგიური დაპირისპირებები. ხელოვნურად. ვიყოთ გულწრფელები, რომ ხელისუფლება, რომელიც აქამდე იყო შევარდნაძის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება და ახლა ბოლომდე ხელისუფლებაც დიდწილად ის არის ხელშემწყობილი რელიგიური შემწყნარებლობის. მაგრამ მოდით გადავხედოთ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა სამწუხაროდ და კარგი არის პროექტი ხორციელდება, ამინეთის მხარდაჭერით და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მონაწილეობით. რომ այս ცნობიერება უნდა ამაღლდეს, რომ გასული რელიგიის მატარებელ ადამიანების მიმართ მარტო ლოზუნგები კი არ უნდა იყოს, რომ პაპის სხვა რელიგიას არამედ ქმედებებშიც უნდა იყოს გამოხატული. აბა გავიდეთ ქუჩაში და აგრესიას ვნახავთ ერთმანეთის მიმართ რელიგიის კონფლიქტების წარმოადგენლების მიმართ. ამიტომ უნებრივია მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ სფეროში განათლების პროგრამის დაფინანსებას, ისე როგორც კარგი დონორების ჩართვას ამ პროცესში და ერთი სწორედ განათლებაშია ჩვენი პრობლემა და ნაკლებად თითქმის არა ხელისუფლებებში. ანუ ჩვენ საზოგადოება უნდა გაიზარდოს და მივიდეს იქამდე, რომ განსხვავებული მატარებელების პაპიოზას და თანხმწინებელები უნდა იყოს. ბატონ გიორგი, დღეს სხვა ინტერნეტ გამოცემები წერდნენ, რომ სოფელ ჭელაში დაკავებული 10 პიროვნება, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, რეალურად არ განემარტათ მათ, რომ იყვნენ მოწმეები. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და ფლობთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას? რაც შეეხება იმას, რომ აღელი ქონდა მოქალაქეთა მიმართ პროცესუალური უფლებების დარღვევას მათი დაკავების დროს, ამის შესახებ სიმართლე გითხრათ, მე კონკრეტული ინფორმაცია დეტალური ან კონკრეტული მიმართულებით არ მომისმენია, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანების დაკავება და შემდგომ გათავისუფლება მოხდა, მაგრამ როგორც განმარტა ისინი მიმდინარეობს მათ მიმართ სიხლის სამართლებრივი საქმის გამოძიება, დეინას დაიწყო უკვე, ისინი ცნობილი არიან ბრალდებულება და აკუთვნილებას სასამართლო რამდენიმე დღეში მირჩევს. პროცესუალური უფლების დარღვევას თუ ქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედების გაუქმების საფუძველი და დაკითხვის ოქროს შეიძლება ამის გამოც როგორც მტკიცებულება აღარ იქნას გამოყენებული სისხლის სამართლის საქმეზე და სასამართლო პროცესში. მინდა აღნიშნო, რომ ამ ადამიანის უფლებებს გარკვეულწილად ადვოკატი იცავს და რაც მე ესება სატელევიზიო გამოსვლაში მოვისმინე, მათი ინტერესები წარმოდგენილი არის ადვოკატის მეშვეობით, ამიტომ პროცესუალური უფლებების დარღვევას თუ ნამდვილად ექნება ადგილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის უფლებათა შესაძლებლობა სამართლებრივად მოხდენონ აღნიშნული ქმედების გასაჩივრება შესაბამის ინსტანციებში. ზოგადად მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენ როგორც კოალიცია ქართული ოცნების წევრი, რაში ხედავთ ამ პროცესიდან გამოსავალს, აი ამ ინციდენტიდან, იმიტომ რომ ხვალ მაგალითად როგორც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, აცარზე დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანი არის ამ ქმედების გაპროტესტება და არ ვიცით საით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. თქვენ
რას ურჩევდით როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამაზე უნდა პასუხისმგებლობა უნდა იყვნენ და ასევე თვითონ მოქალაქეებს აქციის ორგანიზატორებს. ახლა სასამართლოთა მოძრაობის წარდგე მუფთის განცხადება, ჯერაფასის განცხადება და პრაქტიკულად ინციდენტი ამოწურულია. ეს სისტემის განცხადება გათავისუფლებული არიან დაკავებულები, გადაწყდა რომ სახელმწიფო თავისი ხარჯებით ამ მინარეთს ამ კონსტრუქციას თავის ადგილას დააბრუნებს, ალბათ სამართლებრივი ქმედებიც ალბათ შემოურავდა, რომ კანონიერ სამართლებრივ ჩარჩოებში მოიქცეს როგორც მიშენების პროცესი, ასევე გამბაჟების პროცესი, ასე რომ ეს ინციდენტი ამოწურულია, აქციის რატო ატარებენ ხვალ ჩემს უცნობია, სულიერმა ლიდერმა მუსულმანების თქვა, რომ ინციდენტი ამოწურულია და ეს პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. გერგი, თქვენ როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ ამ პროცესი როგორი კუთხით შეიძლება წავიდეს? სამართლებრივ. კონკრეტულ შემთხვევაში ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შიდა სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან დიდი მსჯელობის და განშის საგანი. იმიტომ რომ პირველ რიგში, რასაც მივხვდით პრობლემას, ეს არის სამართლებრივი ცნობიერების კუთხით, გარკვეულ თანამდებობის მხრიდან, რომლებსაც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოების შეფასება სამართლებრივ კონტექსტში ძალიან უჭირთ. რაც ძალიან კარგად დავინახეთ ის რა ფაქტობრივ გარემოებაც ჩემთვის არის გასაგები და გარკვეულწილად ეს არის ყველაზე მეორე და მნიშვნელოვანი ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ასე ვთქვათ რელიგიური ნიშნით ადამიანთა შორის კონფლიქტები რაც გარკვეულწილად არის აღნიშნული მომარაგება. დროთა განმავლობაში ითვლებოდა რომ საქართველოში რელიგიური ეთნორელიგიური ასე ვთქვათ თანაცხოვრება მოქალაქეებისა ძალიან განსხვავებული მსოფლიო ქვეყნებისაგან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენთანაც ეს თემატიკა არის გარკვეულწილად ასე ვთქვათ ყველაზე აგრესიული საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიწვიოს მოქალაქეთა შორის, ან გამოიწვიოს კონფლიქტები, რამაც თუ გავითვალისწინებთ სხვა ისტორიულ გამოცდილებას სხვა ქვეყნებისა, ძალიან ხშირად საგანგაშო მდგომარეობამდეც კი შეიძლება მივიდეს. ამიტომაც დავასრულებ, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გარკვეულწილად როდესაც ადგილი ექნება გარკვეულ სპეციფიურ გამოვლენებას ამ სოფელში უფრო დეტალური სიღრმისეული შესწავლა მოახდინონ და გარკვეულწილად ხელი შეუწყონ ადამიანთა შორის ურთიერთობას და რელიგიური კუთხით არსებობის განმტკიცებას და ყველა რელიგიური მიმართულებით ადამიანებს ესეც მათი წამსის გამოყენების თავისუფლების ხელში წყობას ეხება. პირველ რიგში არ უნდა დაგორწყოს, ეს არის კონსტიტუციური უფლება და ეს არ არის დამოკიდებული არც პოლიტიკური თანამდებობის კეთილნებაზე. ეს არის პირველ რიგში ბუნებითი უფლება, მე დავნიშნო, რომელიც სახელმწიფომ ადამიანის რომელიც დაცვაც და ასე ვთქვათ ნეგატიური ვალდებულებას როგორც პოზიტიური ვალდებულებაც ამის განმტკიცებაში სახელმწიფოს ვალდებულება აკისრია და ეს არ უნდა იყოს ისე არ უნდა გავიგოთ არც მოქალაქეებმა და არც თანამდებობის პირებმა, რომ ეს ვიღაცის პოლიტიკურ ჯგუფსი ან პოლიტიკური თანამდებობის კეთილნებაზე იქნება დამოკიდებული მომავალში. მადლობ. თუმცა ერთი ასპექტი აქვს მნიშვნელოვანი, რომ ჩემ ინფორმაციაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია, რამოდენიმე მინარეთი უკვე მოაგებონ მალე სადროშოს. ანუ სისტემატურად ხდება აღჭურვა ან საკუთარ ნაგებობების მეჩეთების კონსტრუქციით. ამიტომაც გააკეთებთ თეორიულ განცხადება, სამშობლო რამდენად არის კონსტრუქციის და ის აუცილებლობა. ანუ რამდენი ხარ მე ვეთანხმები გეუბნებს, რომ ყველა უნდა შეუწყოს სახელმწიფომ აი რელიგიურ შეცდომებას ხდება. ძალიან დიდი ფული იდება ყველაში თურქულ სახელმწიფოსგან. აი რა ინტერესი აქვს მას. ეს საფიქრებია, ბევრი საფრთხეები აქვს სახელმწიფოს გასათვლელი ძალიან ბევრი რა. ამიტომ თუ ჩვენ ყველაფერს თავის ნებაზე მივუშვებთ, სადაც არ გამოვა, იმიტომ რომ ეს უზარმაზარი თანხები შემოვა და შეიძლება ეს ანუ მოხდეს პრაქტიკულად რელიგიის გადასვლა იდეოლოგიაში, რაც შეიძლება ჩვენი ეროვნული და ნაციონალური საფრთხეებისთვის იყოს საზიანო ერთის. მეორეს კუთხე ჩვენი სახელმწიფო ცდილობს რომ იყოს მაქსიმალურად დაიწყოს კონსტიტუციის ის მოხდა, რომელიც ამოსროლ რელიგიათა უსქვალეს საქართველოში და ყველა რელიგიური წარსულიანები უნდა დაცვას წეგლეთში მიმართულ ძალიან დიდი ფული დგას ამ ყველაფრის უკან. თუმცა ეს თქვენი განცხადებები ფულთან დაკავშირებით, მაგალითად მოსახლეობა აცხადებს, რომ მინარეთი მათ ჭირდებოდათ და იმდენ გაკეთდა შესაძლოა. ფული იდება თუ არა ამ შესახებ ინფორმაციას ფლობთ გადამოწმებას თუ ზოგადად მე კიდევ დასწრში ვთქვი და ეხლა ამბობ რომ არა დაზუსტებული ის არის რომ საკმაოდ დიდ თანხას თურქული სახელმწიფო დებს იმისთვის რომ ისლამის გავრცელება მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიმეორებ ზოგადად
როგორც კერძო კაპიტალი, თურქული კერძო კაპიტალი, ასევე სახელმწიფო კაპიტალი აქტიურად მონაწილეობს იმისათვის, რომ ისლამის, ასე ვთქვათ, გავრცელება მოხდეს საქართველოში და ესეც სახელმწიფო პოლიტიკა არის რაღაცნაირად შესამუშავებელი იმისა, თუ როგორ მოხდეს, ვთქვათ, ქართული კაპიტალი ყველაფრის საკონტროლება, და უცხოური კაპიტალი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი. ჩვენ დღეს არაერთხელ ვახსენეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული რელიგიის და აღწერაგობის თავისუფლება. თუმცა ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა რელიგიური დაპირისპირებები, მაგალითად შეგახსენებთ ნიუსიანის ინციდენტს, სამთაწყაროს ინციდენტს, დღევანდელ ინციდენტს. ზოგადად ორივეს მოსაზრება მაინტერესებს, მაგრამ პირველად გიორგი თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საკმარისი სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზა რელიგიური უფლებების დაცვისათვის და გარანტიისთვის და შესაბამისად ფიქრობთ თუ არა არის თუ არა ვაკუუმი და როგორ შეიძლება თქვა თუ არის ამ ვაკუუმის ამოსება? ჩვენი კონსტიტუცია, ზოგადად კონსტიტუცია მართალია გამოირჩევა ბევრი საკანონმდებლო ხარვეზით და ამას ვაღიარებთ და არაერთხელ ვთქვა, მაგრამ ადამიანის უფლებების თავი ზოგადად ყველაზე მაღალი სტანდარტით და ყველაზე დეტალური რეგულაცია შეუძლებს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ამას გარკვეულად ხელი შეუწყობს, რომ მეოთხე საუკუნეში როდესაც დაწერეს კონსტიტუცია, ძალიან ბევრი ქვეყნის გამოსვლელი პრაქტიკული გადმოიტანა და გამოვიხილეთ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. ამიტომ ჩემთვის ძალიან საკმარისი არის თუნდაც ისეთი ჩანაწერი, რომელიც წვენის და ესე აბსოლუტურ თავისუფლებას მარიჭებს როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. ამიტომ სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება თუ არა საკანონმდებლო რეგულაციები მიღებული ქვედა დონეზე და საკანონმდებლო განუქმდებარი აქტები ის თუ როგორ უნდა გამოხატო, რა ფორმით უნდა გამოხატო, განკვეთილად ეს არის უბრალოდ სამართლებრივი პრაქტიკის და ცნობიერების კუთხიდან გამომდინარე. მინდა აღნიშნო, რომ ის პრობლემები, რომელიც სხვადასხვა დროს ბოლო პერიოდში პოლიტიკის მანძილზე იყო თუნდაც ნიუზიანში, სხვა სამთაწყაროში და სხვა ტერიტორიულ დონეებში, პირველ რიგში მე მანდ დავინახე ერთი ძალიან დიდი პრობლემა ეს არის თვითონ სამართლებრივი ცნობიერების მოქალაქეებში. ეს ყველაზე დიდი პრობლემა არის მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ დღეს სამართლებრივ პრობლემასთან მიმართებაში და უფრო საკანონმდებლო დონეზე უფრო დიდი პრობლემა სამართლებრივ ცნობიერებაში გვაქვს მოქალაქეებში და მეორე რაც ესე ვთქვათ ცოტათი უხერხულია უნდა ვთქვა, ეს არის სახელმწიფოს მნება. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ადამიანს საუბრობს იმაზე, რომ შემოდის უცხო კაპიტალი, შემოდის ესე ვთქვათ, შემოდის სხვა სახელმწიფოს იდეოლოგია მუშაობს იმაზე, რომ ჩაიდოს ფული ისლამის პოპულარიზაციაში, მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ჩამოყალიბებული თუ რას სურს, როგორ შეიძლება მე ჩემი მოქალაქეს ან თუნდაც დავიცვა ეს სხვა სახელმწიფო პოლიტიკური გავლენისგან ან რელიგიური გავლენისგან, მაგრამ და რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო არა ჩამოყალიბებული პოლიტიკა და დღემდე ვერ აურჩევია მიმართულება თუ რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, ეს გარკვეულწილად არის პრობლემური, მაგრამ მე ყოველთვის თვლი და მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანს ასწავლ თავისუფლებას და მის გამოხატვის უფლებას, პირველ რიგში ის რა თქმა უნდა იყოს კარგ ცნობიერებაზე და სამართლებრივ განათლებაზე დაფუძნებული. ამიტომ როდესაც სახელმწიფო თუნდაც განათლების სისტემით იქნება მოწესრიგებული და თუნდაც იგივე სამოქალაქო განათლების კუთხით იქნება რაღაც ესე ვთქვათ ნაწილი რელიგიურ უმცირესობათა მიმართებით ჩადებული სკოლებში და სამოქალაქო განათლება ამ კუთხით გაზრდილია, მე ვფიქრობ, არც ერთი პრობლემა ან საშიშროება იმით, რომ რამდენი ესე ვთქვათ მინარეტია შეიძლება ან რამდენი სხვა რელიგიურ წარმომადგენელი იქნება ქვეყანაში და ზოგადად პოლიტიკურ პრობლემას არ ქმნის სახელმწიფოსათვის და ამით ძალიან კარგი და ნათელი დადასტურება არის თუნდაც ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც პრობლემა ძირითად შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ დავუშვი, ეს არის სამართლებრივი გაუთვალისწინებელი მოქალაქე, რომელმაც არ იცის არც თავისი უფლებები და არ იცის სხვისი უფლებები და გარკვეულწილად ამ უფლებების ესე ვაკუუმში ყოფილი ადამიანი ყოველთვის არის მართული. ჩემთვის ეს უფრო დიდი პრობლემა არის სახელმწიფოსათვის, ვიდრე თუნდაც განათლებული ჩამოყალიბებული მოქალაქე, რომელმაც იცის როგორც საკუთარი უფლებები, ისე სხვა მოქალაქის პირადი უფლებები და თავისუფლებები და ძირითად შემთხვევაში ასეთ ადამიანებთან მიმართებაში ნაკლები პრობლემა გვექნება როგორც რელიგიურ თავისუფლებებთან მიმართებაში, ასევე სხვა პოლიტიკურ ასპექტებში. ბატონ ასლან, კითხვას გაგიმეორებ ზოგადად, არის თუ არა, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოში ვაკუუმი სხვადასხვა არამხოლოდ სამართლებრივი, აი განათლების სფეროშიც იმისა, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და სამმავალ თავიდან აცილება. ერთადერთი ვაკუუმი, რაც არსებობს, ეს არის განათლების პროგრამების ნაკლებობა, სამართლებრივი ბაზა
ეთანხმები იმის რომ პრაქტიკულად მოწესრიგებული პატარა პრობლემები იყო და ეს მოგვარდა რომ ცალკეული კონფესიები დარეგისტრირდა როგორც არაკომერციული არამონგებიანი იუდული პირები და ისინი თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას მე ვფიქრობ რომ თითქმის არ არსებობს სამართლებრივი პრობლემა და შეიძლება ზოგიერთის პრობლემას ეს ნამდვილად არსებობს და ეს მარტო რელიგიას არ ეხება ზოგადად ჩვენში არ არის დასამალი არაფერი რომ სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის დონე არ არის საკუთარ დონეზე საზოგადოების წარმომადგენლები წერენ და მათ შორის არიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სულთ ამ პროტესტს შეუერთდნენ, როგორც ვთქვათ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამას როგორ შეფასებთ, იმიტომ რომ ინდივიდუალურად დადებითად, იმიტომ რომ სოლიდარობა, სხვადასხვა წარმომადგენლების მხარდაჭერა და სოლიდარობა, მე ვფიქრობ, საზოგადოების ნაკლებობის ინციდენტის ნიშანია და მე დადებითად ვაფასებ. ამ ფაქტს თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ ასევე სამართლებრივი ცნობიერებაც, კარგია ეს, როცა კონფესიის ადამიანები ახერხებენ საერთო პოზიციების მოძებნას, მაგრამ და კიდევ უფრო კეთილ იქნება თუ ისინი სამართლებრივად გააცნობიერებენ და ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებულ პრობლემას. რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, მართალია ინციდენტი, როგორც თქვენ აცხადებთ, ამოწურვილია, თუმცა ჟურნალისტები აცხადებენ, რომ შეიძლება ამის გაგრძელება მოყვეს. ზოგადად, რას ურჩევდით კიდევ ერთხელ ძალიან კონკრეტულად ამ მსგავს შემთხვევებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე ზოგადი პოლიტიკის შემუშავების კუთხით სახელმწიფოს რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმიდან, რომ მოხდეს პრევენცია. ხო, პირველ რიგში პრევენციის მექანიზმების წინაპრაზე წარმოწევას და ზოგადად ჩვენ ვედავებთ წინახელისუფლებას იმაში, რომ ის არ ახდენდა დანაშაულის პრევენციას. ეს იგი იყო ჩასაფრებულ პოზიციაში. კარგი იქნება თუ კი ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურები, საშუალო გუნდი საჯარო სამსახურისა, რომელიც უშუალოდ შეხება მოსახლეობასთან, იქნება უფრო მეტად წინწრები, კონსულტირების მიცემის კუთხით და დაკვალიანების კუთხით და ის მეთოდების ძალისმიერი უნდა იყოს ბოლო ეტაპი ამ პრობლემის ამოსაფრთხებლად ბუნებრივია პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები უნდა სათანადო დონეზე რა არ მოხდეს რელიგიური დაპირისპირება და ყოფილი იქნას ცალკეული ინციდენტები ერთის მხრივ მეორეს მხრივ უფრო მეტი უნდა იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებმა დანაშაულის პრევენციაზე. გიორგი, თქვენთან მოხდება შემდეგი სახის კითხვა. ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სხვადასხვა მსგავს კონკრეტულ ქმედებებზე, რომ ვიღაცა შეიძლება ლოცვა უბრძოლონ, ვიღაცას ეკლესია დაუნგრიონ, ან მინარეთის დემონტაჟი მოხდეს, ზოგადად აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ვინ შეიძლება იყოს ქვეყანაში? პასუხისმგებელი სუბიექტების მოძიება კონკრეტულ ქმედებების დროს არის მარტივი. ანუ მოხდა თუ არა ძალების გადამეტება აღნიშნულთან დაკავშირებით? აი ძალის გადამეტების მომენტი ცოტათი ძალიან რთული შემთხვევა არის, იმიტომ რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანი რომელიც ჩვენ ვიშვიათ ტელევიზიით დაშავებული, ტრამირებული, გარკვეულწილად და სამწუხაროდ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა და არ გვაქვს თუნდაც კადრები იმისა, რომ ნახოთ რა ფორმატში გამოიხატებოდა ამ ადამიანების მხრიდან ძალადობა ან წინამორბედება პოლიციასთან მიმართ, იმიტომ რომ ხა ჩვენ მქონია ძალიან ბევრი აქციების დაშლა, გვინახავს კადრები და იქ მქონია შესაძლებლობა, რომ ეს უკვე შეფასების შესაძლებლობა მოხსენია და ამიტომ ამ ეტაპზე მე ძალიან მიჩეს პასუხისგაცემა იმაზე, ვის შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისოთ, მაგრამ პირველ რიგში პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველა იმ სუბიექტმა, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული და ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებოდა, იმიტომ რომ თუნდაც იგივე საბაჟო გამშვები პუნქტთან მიმართებით დაწყებული კონკრეტული შემთხვევა ძალიან ბევრ ცუდ რამეს მაფიქრებენ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩვენ არ აქვს სასაზღვრო გამშვები პუნქტზე ადმინისტრირებითაც კარგი მეთოდი და შეიძლება ადამიანებმა ეს თუ შემოგვაყარეს კონსტრუქცია, რაღაც რკინის კონსტრუქცია ძალიან მარტივად ხვალ შეიძლება იგივე გზით სხვა უფრო გამოსაცნობელი ნივთის შემოტანა მოხდეს სახელმწიფოში ესეც და მეორე, როდესაც ჩვენ გვაქვს რაიმე საკანონმდებლო აქტი მიღებული, ამ აქტის განმარტება და დეტალიზება უნდა მოხდეს კონკრეტულ თანამდებობის პირმა და შემდგომ ის ესე ვთქვათ პრობლემატური გაგება და გატარება ცხოვრებაში არ უნდა ხდებოდეს ესე ვთქვათ ძალიან სენსიტიურად და მესამე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა და ეს არის ის ქმედება, რომელსაც ქვეყანაში ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი, მინდა აღნიშნო, რომ
არა მარტო მინარეთთან მიმართებაში, ზოგადად უკანონო მშენებლობის ესე ვთქვათ თემატიკა ძალიან პრობლემურია საქართველოში, ძალიან ხშირად ქალაქში არაერთი შემთხვევა მინახავს, როდესაც მოქალაქეები განუსაზღვრელ მოქმედებას უკანონო მშენებლობის კუთხით ჩადიან, ამიტომ სახელმწიფო მაშინ ერთიანი და კაცრი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს ამ კუთხით და არ უნდა იყოს ყოველწლიურად საჭირო იმისა, რომ გამოუწია აქტი, რომელთაც ჰუმანიზმის გამო უკანონო მშენებლობის პროცესებთან მიმართებაში ერთ ეტაპზე ესაზღვრება და ადამიანებს ნიჰილიზმის ხმებას უჩენს და ქვეყანაში სამართლებრივი აზროვნება და საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის იქნება მიმართული იქებიან, რომ ხვალ მათ შეიძლება ვიღაცა აპატიოს. ამიტომ ესეც გარკვეულწილად ძალიან ცუდი დამოკიდებულება არის და თუნდაც ის რადგან საუბრობენ რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა, პირველ რიგში ისე სახელმწიფო მოხელეებმა უნდა უზრუნველყო ამ უკანონო მშენებლობის ესე ვთქვათ განულინება და აღმოფხვრა თანადროულად და არ უნდა ხდებოდეს ამ თემით ესე ვთქვათ აპელირება მაშინ, როდესაც ეს კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის როდესაც დაჭირდება და მისთვის იქნება აუცილებლად. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს იყო კიდევ თუ არა აუცილებლად პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკურ ჩენში საყვარელი თემა, მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან დაგეთებული კომენტარი მაგიხრებინებს იმას, რომ ერთი რაღაც ესე ვთქვათ შეცდომის ან თუნდაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვიეს, რომ ყველა პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელს თუნდაც არაპოლიტიკოს საშუალება მისცა იმის, რომ გაეკეთებინა შეფასებას და აპელირებენ იმაზე, თუ ქვეყანაში რამდენად ცუდი პოლიტიკური ვითარება და რელიგიის თვალსაზრისით. ბოლო კითხვას დასვამდა ძალიან გთხოვთ, ძალიან მოკლედ, დიახან არას შემთხვევაში მიპასუხეთ. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები გმობთ თუ არა აღნიშნულ ფაქტს, მინარეთის დემონტაჟის ფაქტს. კონკრეტული, სუბიექტური და ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე. ასე კატეგორიულად და ასე კი დავოთინა მეორე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ მოქალაქეების მხრიდანაც, სახელმწიფოს მხრიდანაც, ყველა სტრუქტურების მხრიდანაც იქნება ისეთი ნაბიჯები, საქართველოს ადგილი არ კონდეს. ჩემთვის ყველა უკანონო ქმედების ალკოტას, როდესაც იქნება ადგილი სახელმწიფოს მხრიდან ეს სამართლებრივად მისაღები თემა არის, მაგრამ როდესაც რელიგიურ ცნობილს ეხება საკითხი მიმოჩნევს, სახელმწიფო უფრო მეტი გმირება გამოიჩინოს და მის ესე ვთქვათ სენსიტივობებიდან გამომდინარე სახელმწიფო უფრო მეტად გმირება და მოიწყება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიმოჩნევს სახელმწიფო ესე ვთქვათ გარკვეულწილად დაარღვია სხვა კონსტიტუციური უფლებები და შესაბამისად ხელფოს სხვა კონფესიის წარმომადგენლის რელიგიური ესე ვთქვათ ცნობები. ამ სიტყვებში ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, სადაც აღნიშნულია ძალიან მოკლე ამონარით წავკითხავ, ფერის მთაზე და ჭელაში მომხდარ ორ შემთხვევას ერთი რამ აერთიანებს. ხელისუფლებამ უხეშ და ძალადობრივ მეთოდებს მიმართა და შებრალა მოუწმუნეთა რელიგიური გრძნობები მაშინ, როდესაც ორივე შემთხვევაში შესაძლებელი იყო პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება. სამწუხაროა, რომ ფერის მთის მაგალითი ისტორიულ გაკვეთილად ვერ იქცა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში იმყოფებოდნენ და ხელისუფლებას ზუსტად იმ ბრალდებებს უყენებდნენ, რასაც ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა უყენებს დღევანდელ ხელისუფლებას. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებიც აგრძელებენ წინამორბედთა ტრადიციას და გამიზნულად თამაშობენ მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებზე, რათა მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო კამპანიისას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ალბათ ყველას საქართველოს უსურვებ ისტორიული გამოცდილებები გაგვეზიარებინა სხვა.